მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მინდა რომ პირველი ყოვლისა გუშინდელი დღე მოგილოცოთ ყველას. შეეცევ ჩვენს ქვეყანას წმინდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა ვახტანგ გორგასალი, პეტრე და სამუელ კათოლიკოსები და მათი ლოცვით დაამშვიდოს და დააწნაროს უფალმა ჩვენი კურთხეული სამშობლო. ალბათ ხედავთ რომ მაინცსა და მაინც ხშირად არ ვერთვები და არ ვაკეთებ ხშირ კომენტარებს, მაგრამ არის რაღაცა შემთხვევები, არის რაღაც გარკვეული სიტუაციები, როდესაც აუცილებლად ვთვლი, რომ ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ და ჩემი კომენტარი გავაკეთო რაღაც გარკვეულ მიმდინარე მოვლენებს. ალბათ არ გაგიკვირდებათ ამჯერად ჩემი ჩართვა, იმიტომ რომ ყველამ კარგად გაიგო რაც მოხდა გუშინ იქ იმ ტაძარში, სადაც მე მსახურობ პირადად ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში და ანდრია პირველწოდებულის ტაძარიც არის იქვე. მინდა გითხრათ რომ ჩვენი ტაძრის დღესასწაულიც იყო და ესე მოგილოცეთ ჩვენი ტაძრის დღესასწაული. მოგვივარდნენ ადამიანები, მე არ ვიყავი იმ დროს, მაგრამ გავიგე მალევე და მალევე მივედი ტაძარში, იმ დროს უკვე წასულები დამხვდა ყველანი. ეს მომიტინგეები გამოიარა იქ რაღაცა გარკვეულმა ნაწილმა ადამიანებისა, რომლებიც მიიჩქაროდნენ მიტინგზე, გამოიარენ აბსოლუტურად მოვიდნენ შეურაცხყოფელი შეძახილებით მამშალოს მისამართით, თითქოს მამშალო არის რუსი, შეურაცხყოფელად მიმართავდნენ მას, რომ გამოსულიყო და დამდგარიყო თითქოს სადღაც, არ ვიცი, სად უნდოდა და რა უნდოდა, თვითონაც არ ეციან მე მგონი. და ნუ მოხდა რაღაცა გარკვეული შელაპარაკება სიტყვიერი, არასასიამოვნო ძალიან. მამაშალოს ბუნებრივი ადამიანია და ემოციური ადამიანია და ისეთ რაღაცას შეეხნენ მასთან მიმართებაში, რაზეც მან თავი ვერ შეიკავა და აბსოლუტურად ნორმალურია, იმიტომ რომ არავინ არ არის რობოტი, ჩემო კეთილო ადამიანებო და თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელიც ისეთივე ადამიანია თავისი ემოციებით, როგორც ნებისმიერი ადამიანი და როდესაც შენ უკვე რაღაცა ისეთ ზღვარს გადახვალ და რაღაც წითელ ხაზებს გადახვალ და გადალახავ, მე ეს ემოციური გამოსვლაც აღარ უნდა გაგიკვირდეს რა და არ უნდა გეწყინოს. ადამიანს ეძახის მოღალატე. რადგან მამაშალოს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია, აბსოლუტურად ბუნებრივად, იმიტომ რომ მეც იცოდეთ, რომ ზუსტად იგივე რეაქცია მექნება, ჩათვალეთ, რომ ერთ-ერთი ვიმეორებ იმ სიტყვებს, რაც მამაშალომ თქვა და თავისი ვიდეო მიმართვებით გაავრცელა. ჩემო კეთილო ხალხო, აი ამ მინდა გითხრათ რა, აი გუშინდელი დღე კიდევ რისი დასტური იყო ხლა. გახსოვთ ალბათ ყველას, ნუ ვინც მისმენთ ყოველ შემთხვევაში მე. ჩემი წინა ვიდეო მიმართვა, როდესაც მე ვთქვი, რომ მხარე ვერ გავხდები მეთქი, სადაც ქართველები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხო, ამის გამო მოკლედ ამოვიდა ჩემზე რაღაცა უარყოფითი კომენტარები, ძალიან ბევრი, რომ არიქა და რაღაცა ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, სად არის საქართველოს დაპირისპირება, ეს დემაგოგია. არანაირი რუსეთ-საქართველოს ომი აქ არ არის რა და იცოდეთ რა, რომ აი ეს რაღაცა ნარატივი, რომ თითქოს ჩვენ რუსები ვართ და ყოველი ადამიანი, ვინც ევროკავშირს ცოტა კრიტიკულ კონტექსტში მოიხსენიებს, ის რუსია, ეს არის იცოდეთ მტრის მიერ შექმნილი ნარატივი და ამას მოდი ნუ წამოეგებით რა ჩემო ძვირფასო ადამიანებო. სირცხვილია მართლა სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, როდესაც მე მამაშალოს და ჩვენაირ ადამიანებს ვიღაცამ შეიძლება რუსი გვიწოდოს. მე ჩემო პირადად გეტყვით რა, ჩემ აზრს, კეთილო ხალხო. 15 წლის ბიჭი ვიყავი, 15-16 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად მე წინა ჩართვაშიც ვახსენე ეს, როცა ეროვნული მოძრაობა გავიხსენე, ზუსტად განსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის და მერაბ კოსტელოს მისი ძმადნაფიცის გვერდზე ვიდექი დროშით ხელში. მე და ჩემი მეგობრები მიტინგებზე და არ გვეშინოდა კომუნისტური რეჟიმის მიერ დამყარებული კომენდანტის საათის დროს ღამით პროკლამაციების გაკვრა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მაშინ არანაირი სოციალური ქსელი არ არსებობდა და სხვანაირად ხალხს ვერ მიაწვდით ხმას. პროკლამაციებს ვაკრავდით და ხალხს მოუწოდებდით მიტინგებზე.
და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ბევრისაგან განსხვავებით სხვათა შორის რუსულ იმპერიას ვებრძოდი. დღემდე ვებრძვი. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მართლა სასაცილოა სატირიალური ვარ იყოს, რომ მე და ჩემი სტანებს ვიღაცამ შეიძლება რუსი გვიწოდოს და რუსული რაღაცეების გამტარებელი. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ის რომ აი მე ჩემსა და ჩემისთან ადამიანებსა და თქვენ შორის სხვაგვარად მოაზროვნეებს შორის განსხვავება ანახეთ. ის რომ მე რუსეთის იმპერიის ავი ვიცი, სულ არ მიშლის ხელს იმაში, რომ დღევანდელი ანგლო-საქსონური იმპერიების სიავეც დავინახო. და თქვენ ამას ვერ ხედავთ. თქვენ ცალსახად მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში აღიქვამთ და წარმოგიდგენიათ ევროკავშირი და მასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ევროპა იცით რატომ იყო კარგი და იცით როდის იყო კარგი, როდესაც ქრისტიანული იყო. ევროპამ ძალიან დიდი ხანია ქრისტიანული ღირებულებები დაკარგა. ძალიან დიდი ხანია. ევროპაში ადამიანებმა ღმერთი მოკლეს თავიანთ გულში და თავიანთ სულში. თუ ეს არ გჯერათ, ვისაც ევროპაში ხშირად გიწევთ სიარული, შევძანდით ხოლმე იქ და დაათვალიერეთ კათოლიკური ეკლესიები. დაათვალიერეთ. და თქვენ იქ თუ ხალხს ნახავთ მის სულს მესაზე, მე შემატყობინეთ რა. დაცარიელებულია ეკლესიები და საკონცერტო დარბაზებად იყენებენ ეკლესიებს და სხვადასხვა რაღაცა ივენთებისთვის იყენებენ, რომ რაღაცეები ჩაატარონ. ეს ყველაფერი მოხდა ევროპაში და დღევანდელი ევროკავშირი რაც არის, მე რა თქმა უნდა აქ ხალხზე არ ვსაუბრობ. მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ყველაფერს მართავს და მე მინდა რომ მოგიწოდოთ ჩემო ძვირფასებო და თვალი გავახილოთ რა. ისინი აბსოლუტურად ბოროტებას ემსახურებენ. და თუ ცოტა კარგად გავახელ თვალს, უკრაინა ჩვენთვის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს ამ ყველაფრისა. მე ზუსტად ვიცი, რომ ახლა ამ ვიდეოს შემდეგაც ძალიან ბევრი წამოვა ჩემზე 1000 რაღაცა, მაგრამ არ მადარდებს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი უნდა თქვა და ვინც მოსმენია და ვისაც ყურიაბია და ადეკვატური აღქმის უნარი აქვს, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა მიიღებს და ყველა გაიგებს ნორმალურად და ადეკვატურად. მეც ხშირად მიწევს ევროპაში სიარული და უბრალო ადამიანების მიმართ არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს, იმიტომ რომ იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ნაწილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამწუხაროდ მასიურად იმ ადამიანებში, ვინც ევროპული ქვეყნების უმრავლესობას მართავს, არიან უღმერთო ხალხი. და საერთოდაც ყველაფერი რაც გვჭირს, უღმერთობის გამო გვჭირს. და როდესაც მე ამას აღვნიშნავ და ვიტყვი, თქვა პერიოდულად, რომ ეს ყველაფერი იქ რაც სიმახინჯია, რომ სიმახინჯია, ამის გამო ვარ რუსი. როდესაც მე ვხედავ იმ საფრთხეს, რომელიც ევროპარლამენტარების სიტყვებიდან მოდის, ამიტომ ვარ მე რუსი და ჩემისთან ადამიანები. როდესაც მე აი ერთი რამე მინდა გითხრათ რა, ახლა არ მინდა რომ ამ თემაზე ძალიან გავაგზავნო. მოდი ერთხელ და სამუდამოდ მინდა ვთქვა და იცოდეთ რომ მე მარტო ჩემს სათქმელს არ ვამბობ, მე ვამბობ მამაშალოს სათქმელსაც და ყველა იმ ადამიანის სათქმელს, ვინც ჯანსაღად აზროვნებს და სწორად აზროვნებს და ადეკვატურად აფასებს სიტუაციას. არც პრო-რუსი ვარ, კარგად მომისმინეთ, კაფეოდ საუბრობ რა. და არავინ არ დამაბრალოს არც მე. არც პრო-ევროპელი ვარ, არც პრო-ამერიკელი ვარ. მე ვარ პრო-ქართველი. ჯერ კიდევ როდის თქვა ჩვენმა უგვირგვინო მეფე მილია ჭავჭავაძე. გზავრის წერილები ალბათ გაქვთ საკითხული, თუმცა ახალი თაობა მაინც და მაინც არ გითხულობს, მაგრამ მინდა რომ წაიკითხო. თუ არ წაუკითხო. ჩვენი თავიო, ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის პატრონები. მე წინა ვიდეო მიმართვაშიც გითხარით, რომ ჩვენ მეგობარი სახელმწიფო არასოდეს არ ყოლია. არც დღეს არ ყავს და არც არასოდეს არ გვეყოლება. ჩვენ ამას უნდა შევეგულოთ და მივიღოთ. საქართველოს დღემდე უფალმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და უფლისა და წმინდანების ერთგულება მოიყვანა. და საქართველოს იცით რა იდენტობა მოიყვანა დღემდე? რომ ქართველს რომ მკითხავდნენ რას ჯულისახარო და ქართველიო რო პასუხობდა. აი ამან მოიყვანა დღემდე საქართველოს. მისთვის, ქრისტესთვის თავდადება და ეთნიკური წარმომავლობა რო გაიგივებული იყო ერთმანეთთან. აი ამან მოიყვანა დღემდე საქართველოს. დღეს უკვე ეხებიან წმინდათა წმინდას, ყველაზე მნიშვნელოვანს, ყველაზე წმინდას, ყველაზე არსებითს ჩვენთვის.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო, რომ დღეს მაინც გამოფხიზლდეთ. გუშინდელი დღე იცოდეთ, რომ ძალიან კრიტიკული დღე იყო ამ თვალსაზრისით. შეეხენ იმას, რასაც არ უნდა შეხებოდა და მოვიდნენ და მოღალატეები ვეძახეს. ვის ეძახი მოღალატეს? ხო უნდა დაფიქრდე. ენამ წინ რატო უნდა გაგისწროს? თქვენ კარგად იცით რა და მე უბრალოდ შეგახსენებთ ვინც არ იცით იმათ. კომუნისტური წყობა რომ მყარდებოდა იმ პერიოდში იყვნენ ესეთი დაჯგუფებები, რომელთაც ერქვათ მებრძოლ უღმერთო და კავშირები. ხომ არ გაგონებთ ეს ყველაფერი დღევანდელ ტენდენციებს, პატრიარქის ლანძღვა გინება, ეკლესიებში მივარდნა, სასულიერო პირებისთვის მოღალატეების და რუსების სახელი. არ გაგონებთ იმ ყველაფერს? გადახედეთ ისტორიას, წაიკითხეთ ის პერიოდი და აუცილებლად მოგაგონებთ ეს ყველაფერი. მღვდლები გამოყავდათ ეკლესიებიდან, წვერებით ათრევდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხრეტდნენ. იცით რატო? მაშინ რა იყო, იცით? ეს ასე ვთქვათ, მტრის ხატი, ხალხის მტერი. ბნელი. ლენინმა ბრძანა, რელიგია და ოპიუმ для народа. და ეს ყველაფერი მოახვია ხალხს თავზე, დააჯერეს ხალხს. აი ამ პროპაგანდი დააჯერეს და იცოდეთ, რომ პროპაგანდა ყველაზე ძლიერი იარაღია ჩემო ძვირფასო ადამიანებო. და ნუ გახდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი. ჩვენ კი არა ვართ რუსული რეჟიმის ბჭყალებში პროპაგანდისტები, მე მამაშალვა და ჩვენაირი სასულიერო პირები. ჩვენ სამშობლოსათვის და ქრისტესთვის თავდადებული და გულანთებული ადამიანები ვართ. სასულიერო პირები, მღვდლები, რომელიც უფალს და ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით. მე ამას გეუბნებით მთელი პასუხისგებლობით. და პროპაგანდისტები ზუსტად ისინი არიან, ვინც თქვენ მაგ ყველაფერს გაჯერებენ საპირისპიროს და დროულად გამოფხიზლდით, მინდა გთხოვოთ ყველას. ხო ხედავთ, სადამდე მივიდა უკვე საქმე. კუბოს მინდა შევეხო აუცილებლად რა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაც საუბრის მიდმოდების რაღაც საგანი გახდა რა. აქ არ იყო და რას ლაპარაკობო ახლა იქ ერთ-ერთი ადამიანი მამაშალოს ეუბნეოდა რა, როგორ წარმოგიდგენიაო შენ რომ ჩინეთიდან გამოგზავნილ კუბოზეო ქრისტე ეხატებოდაო? ქრისტე იყო გამოსახული, ქრისტე. ნახეთ, შედით მაგ საიტზე ალიბაბა თუ რა ჯანდაბაც ქვია, საიდანაც არის ეს გამოწერის საშუალება და ნახეთ რა აწერია. ინგლისური ყველა მიცით თქვენ. პირდაპირ აწერია ქრისტე იესო ქრისტეს გამოსახულებით, კუბო იესო ქრისტეს გამოსახულებით. და ფასიც არის მითითებული. ეკლის გვირგვინიანი ადამიანი ეხა და ნეტა ვინ არის სხვა ქრისტეს გარდა? და ნეტა რატო დაჭირდათ საქართველოში კუბო ვერ იშოვეს? რატო დაჭირდათ გამოწერა და იქინა ჩამოტანა მე ამ ყველაფრის? მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ნუ იბრმავებთ თავს ხალხო, ნუ იბრმავებთ, გამოფხიზლდით. გამოფხიზლდით. და რიტუალურად დაწვეს. მაცხოვრის გამოსახულებიანი და რატო გიკვირთ? როგორ მაინტერესებს რა? ეს იცი რომელი ხალხია? პრეზერვატივებზე რო თამარ მეფე და წმინდანები რო დაახატეს. და ქრისტეს მის ეკლესიას აბუჩათ რო იგდებენ. ყოლაწმინდა ღვთისმშობელს რო იარაღი დააჭერინეს ხელში, თვითმკვლელი ღვთისმშობლის ხატი რო დახატეს. მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს, ხალხო, გამოფხიზლდით, გამოფხიზლდით. ქრისტემ და ქრისტიანობამ მოგვიყვანა ჩვენ დღემდე და ქრისტე გადაგვარჩენს, იცოდეთ. საქართველოს იცოდეთ სხვა მომავალი აქვს, ჩემო ძვირფასებო. ეს მავანს უნდა თუ არ უნდა, იცოდეთ რომ ის რაც ნაწინასწარმეტყველებია საქართველოზე, აუცილებლად მოხდება, საქართველო აუცილებლად გამწყინდება. და აუცილებლად ამხელს მთელ უღმერთო მსოფლიოს, აუცილებლად. მაგრამ მე მინდა რომ ყოველი ჩვენგანი გონს მოვეგოთ, გამოვფხიზლდეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ვის ვებძვით, რას ვებძვით. ნუ თუ ვერ ხვდებით რომ იმ ტოტს ჭრიც, რომელზეც ზიხართ, და იცი რა არის ეს ტოტი? ქრისტე. ქრისტე იცით რას გვეუბნება? მე ვენახი ვარო და თქვენ რტოები ხართო.
შეუძლებელიაო რომ რტომო მოჭრილმაო ვენახის ძირის ფესობის გარეშე იცოცხლოსო ეს ქრისტეს სიტყვები ვის ებრძვით ხალხო ვის გვეძახით მოღალატეებს და რუსებს და ქოცებს და რა ვიცი ახლა ჯანდაბებს ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ჩვენ ქრისტეს მიმდევრებ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ ვქადაგებთ იმას რაც ქრისტესია რაც ჭეშმარიტებაა რაც გადამრჩენელია ადამიანისა და ერისა რასაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვიდასტურებს ნუ თუ ვერ ხედავთ ამას ყველაფერს ძალიან შორეული წარსულია ეს აგერ ხლა ეს კოვიდის პერიოდი კარგად გაიხსენეთ რა ხდებოდა რა სხვა შორის დაახლოებით ერთი და იგივე ადამიანები არიან რა ვინც მაშინ ჩვენ გლანძღავდნენ და დღესაც უგლანძღავენ შაუბნელ დეკანოს მეძახდნენ შეთქმულების თეორიების და კონსპირაციის მიმდევარს მოდი რა გადახედეთ რა დღევანდელი თვალით გადახედეთ ხო ჩაიარა იმ პერიოდმა რა ნუ თუ დღევანდელი თვალით მაინც ვერ ხედავთ რომ ის ყველაფერი მართლა ისე იყო რასაც თავის დროზე მე და ჩემი თანამოაზრეები ვამბობდით ბნელები და კონსპირატორები რო ვიყავით დღესაც ესეთივე ბნელი ვარ ალბათ ბევრისთვის და რავი ზოგი ერთუჯრედიანს ვეძახთ და ზოგი გაუნათლებელს და ზოგი რას და ზოგი რას დაფიქრდით ცოტა ხალხო დაფიქრდით ვის ებრძვით რას ებრძვით რატომ ებრძვით ვინ ჩვენ მოღალატეს და რუს გვეძახით მე აი მინდა გთხოვოთ რა შემოგთავაზოთ ერთი დღე მოვძანდით ერთი დღე და დაგვაკვირდით ერთ დღეს დააკვირდით ჩვენი ცხოვრებისა და მე თუ კიდევ მაგისი სურვილი გექნებათ კი ბატონო მე წინა ვიდეოში გითხარით, არ ვიცი, ბევრი ამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ რა ვიცი, რა ბევრი რაღაცა ამომივარდა ახლა თავიდან, მაგრამ ნუ მთავარი რაც იყო ის მინდოდა მეთქვა და მე მგონი რომ გითხარით რა. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ. წინა ვიდეოში თქვი და ახლაც მინდა რომ გაგიმეოროთ. კეთილ ადამიანებო. რთულ პერიოდს გადის ჩვენი ქვეყანა. რთულ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ეს არ არის ბრძოლა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არ არის ბრძოლა ევროკავშირისთვის თუ რუსეთისთვის, არა. იცოდეთ რა, მოდი თვალი გაახილეთ ყველამ. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის ბრძოლა ქრისტესა და ეშმაკს შორის. და არჩევანი ჩვენზეა. რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ? პროევროპელები გავხდებით. პროევროპელები, ეს ის ევროპაა სხვათა შორის და ეს ის ევროკავშირია, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა ამერიკის ელჩთან ერთად, რომელიც განსაკუთრებულად დაჟინებით მოითხოვდა. და საქართველოს აგვილიყო პირისაგან მიწისა. მაგათიანები გავხდებით. რუსეთის გზას ავირჩევთ. თუ ერთხელ და სამუდამოდ გამოუფხიზლდებით და მიხვდებით, რომ ქრისტეს გზა უნდა ავირჩიოთ. ერთხელ მამა თეოდორე მახსენდა ძალიან კარგად თავის ქადაგებაში რა, რომ არ შეიძლება და შეუძლებელია ერის არჩევანი იყოს ჰორიზონტალში. ერის არჩევანი უნდა იყოს ვერტიკალში. ჩვენმა ერმა ქრისტე უნდა აირჩიოს და ჩვენმა ერმა ქრისტე აირჩია 17 საუკუნის წინ. და ამ არჩევანის ერთგულია დღემდე და ბოროტისაგან მართული ძალები ცდილობენ დღეს, რომ ამ არჩევანზე უარი ათქმევინონ. ქართველებს არ გამოუვათ, იცოდეთ. წარმოუდგენელი არ გამოვა ეგ ამბავი. იცოდეთ, რომ განწირულია ეს ყველაფერი, ეს მცდელობა. იმიტომ რომ ჩვენ უფალი გვიცავს, იმიტომ რომ ჩვენ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი გვიცავს და ჩვენი წმინდანები გვიცავენ. ჩვენი გმირი წმინდანები, ჩვენი მისაბაძი წმინდანები. დღეს ადამიანებს ისტორიას ავიწყებენ და ისტორია დავიწყებული ადამიანი ძალიან ადვილი სამართავია მე. რომელმაც არ იცის რა ფესვე დგას, რა მემკვიდრეობა მიიღო და რა უნდა განავითაროს და რა უნდა გადასცეს მე თავის შვილებს. ბოლოს მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, ჩემო ძვირფასებო. სიყვარულია ხსნა ჩვენი. ჩვენ ვართ ერთმანეთის ძმები, ჩვენ ვართ ერთმანეთის დები. თქვენ ყველანი საქართველოს მოსახლეობა
ჩვენი ეკლესიის სულიერი შვილები ხართ. ეკლესიაში ამ შემთხვევაში მხოლოდ სასულიერო პირები ვიგულისხმეთ, რომ ეკლესია მთლიანად გულისხმობს თელ მორწმუნე კრებულს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაფიქრდით, იფიქრეთ იმაზე, ვინ ანჭყევს იმ ქილას, რომელზეც წინა ვიდეოში გესაუბრებოდით და ვინ ცდილობს ჩვენ გადავკიდოს ერთმანეთს. იცოდეთ, რომ ეს არ არის არც ხელისუფლება და ეს არ არიან არც ხოცები და არც ნაცები და არც ეს არის ეშმაკი, ეს არის ბოროტი ძალა, რომელსაც ყოველთვის, ყველა დროს, ყველა ეპოქაში ყავდა თავისი დამქაშები, ვისი ხელითაც თავის ბოროტ საქმეებს აკეთებდა და სწორედ ეს ადამიანები არიან ისევ, რომლებიც არ ჩანან არსად. და მოდი გამოვხიზდეთ რა, მოდი მივაფურთხოთ იმ ეშმაკს. და ერთმანეთისკენ პირისპირ დავდგეთ. გავიხსენოთ, რომ ერთმანეთის ძმები ვართ. ერთმანეთის ოჯახის წევრები ვართ და ყველას ერთად უფალი უნდა გვიყვარდეს. და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე და ქრისტიანული საქმე. მე დიდი იმედს გამოვთქვა და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ბრძენი ერი გონსმოვა აუცილებლად მეგულისხმობ იმ ნაწილს, რომელიც დღეს დაბნეულები არიან და გავიხსენებთ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ერთად უნდა გავაკეთოთ ქართული საქმე. და არა ევროპული, არა რუსული, არა ამერიკული, ქართული საქმე უნდა ვაკეთოთ ჩვენ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დიპლომატია, დიპლომატიური ურთიერთობა ყველა იმ დიდ იმპერიასთან, რომელიც ჩვენ გარშემო გვაკრავს. ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ ისე რომ ჩვენი ღირსება არ დავკარგოთ და არავის არ მივცეთ უფლება, რომ თითისქნევით გველაპარაკოს. და ჩვენი თავი ჩვენ ვარჩინოთ. საქართველოს იცოდეთ, ყველანაირი რესურსი გააჩნიეს აი იმისოდ, რომ თვითონ შეინახოს საკუთარი თავი და ექსპორტზეც გაიტანოს კიდევ რაღაცეები. მერთმა დაგლოცოთ. მერთმა სიმშვიდე მისცეს ჩვენს ქვეყანას. ყველა მარხვაში ესეთი არეულობაა, ყველა მარხვაში რაღაცა ხდება ხოლმე. ამას უკვე ჩვენ მივეჩვიეთ. მაგრამ ნუ ეს დღევანდელი ეს მარხვა კიდე რაღაც განსაკუთრებულია თავის სიმძაფრით. მაგრამ დიდება უფალს და მადლობა უფალს, ეს ყველაფერი ესეც უნდა ხდებოდეს. ღმერთი შეგეწიოთ, ღმერთმა დაგლოცოთ ყოველი თქვენგანი. წყალობა და სიმშვიდე არ მოგაკლოთ უფალმა და ღმერთმა ინებოს დროულად ჩვენი გაერთიანება, ჩვენი გამთლიანება. ჩვენ რომ აფხაზეთი გვინდა რომ დაგვიბრუნდეს და დაკარგული ტერიტორიები ჯერ ჩვენ ვინცა ვართ, ამათმა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის ერთგულება, ერთმანეთის გვერდზე დგომა და გატანა. და მე ღმერთი გვაჩუქებს და დაგვიბრუნებს ისე ყველაფერს. დაგლოცოთ ღმერთმა, გაგახაროთ წყალობა, მადლი და სიკეთე არ მოგაკლოთ ყოველ თქვენგანს. ამინ.